დუშეთის რაიონის სოფელ ზემომლეთაში დარჩენილი 15 ოჯახის სტიქიას თავისი მეთოდებით ებრძვის. გაგაძეების ოჯახი მათ შორის ერთ-ერთია. რო გააწვიმებს გძინია მორიგეობით, ანუ მეზობლებს ყველას. გძინავს მორიგეობით, რომ რაღაცა რო იყოს, რომ ის არ გამოვიდეს, წყალი არ დაკეტოს და აქ ტრაგედია არ დატრიალდეს. ანუ ყველა მოხუცები არიან, ბავშვები არიან და ანუ გავიყვანოთ დროულად. სოფელი, რომელიც მთის ძირშია გაშლილი, მეწყერსაშის ზონაში მდებარეობს. ლომისის მთიდან სისტემატიურად ჩამოსული მეწყერი მდინარე არაგვს კეტავს, რაც ზოგჯერ მის დაგუბებას იწვევს და სოფელს დატბორვის საფრთხეს უქმნის. ახლა სასავთ გევართ, ამის არის დაახლოებით 20 მეტრიანი კედლები. ანუ ეს კედლები ძირითადად ამოასო და დაფარა. ეს კედლები აქეთ იყო ხოლმე, პატარა ჯებირები ქონდა ამას და დაფარა რა ეს. რომ გამოვიდა აქედან ეს წყალი, აქედან ეს თის მეწყერი და დაფარა და ამოვიდა ამ დონეზე და ამ სიმაღლეზე ამოიწია ამ ჭალა. სტიქიით დაზარალებული ოჯახები უსაფრთხო ადგილას გასახლებას ითხოვენ. ჩვენი წინაპრების გადაწყვეტილება იყო რა დასახლებულიყვნენ და დასახლდნენ კიდეც, მაგრამ ჩვენ იმის საშუალება არ გვაქვს ახლა რომ გავსახლდეთ აქედან. მე ორი შვილის მამა ვარ და მართლა არ მინდა რომ ჩემ შვილს რაღაცა საშიშროება ზონაში ცხოვროს და ყოველთვის იმის შიშით ვიყო რომ აი დღეს რაღაცა მოუვა და ხვალე რაღაცა მოუვა. ამიტომ რა ვიცი, იქნება მოწყალება გაიღოს ვიღაცა დღევანდელმა მთავრობამ მაინც და იქნება მოგცეს რაღაცა ადგილები და ნაკვეთები და დაგვაკმაყოფილოს ამით. მეც არაფერს არ ვიტყოდ საერთოდ. სტიქიამ, რომელიც სოფელს 2 წლის წინ დაატყდა თავს, მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა. ბავშვის დედა ნაზი ბუჩუკური ამ დღეს იხსენებს. აი აქ ამ ადგილზე კარებზე მოდიოდა წყალი, მაღლა იყო ამოსული და ჩემი გოგო ჩამივარდა 3 წლისა. ეხა 26 ივნის 2 წელი გახდება. და ვერაფერი ვერ უშველეთ. მაშველები დაგვეხმარნენ და ვიპოვეთ. რა ვიცი, დახმარებას ვითხოვთ, მაგრამ დღემდე აქ არავინ არ მოსულა. კალაპოტი რო გაუკეთონ წყალს, ისიც კიდე ეზარება და ის ტრაქტორიც უნდა ვეხვეწოთ, თორე გასახლებაზე და სადმე ადგილებზე ხო ზედმეტია ლაპარაკი, რა ვიცი. სტიქიით დაზარალებულ 8 ოჯახს ფულადი კომპენსაციებით უზრუნველყოფას ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს პირდებოდნენ, მაგრამ ეს თანხა დღემდე არ გაცემულა. იყო რაღაცა თანხა გამოყოფილი, რაღაც დაახლოებით 7000 ლარი, მაგრამ მე გვითხრეს და პატივი გწეს და მოგუმატეს რომ გვითხრეს 10000 ლარები გაგიხდება თუ, მაგრამ დღემდე ის არავის არ უნახავს და არავის არ აუღია. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები კომპენსაციების გაცემისა და მლეთელების უსაფრთხო ტერიტორიაზე გასახლების სავარაუდო თარიღს ჯერ ვერ ასახელებენ, თუმცა ამბობენ, რომ ამ საკითხზე მუშაობა უკვე დაწყებულია. დღეს მდგომარეობით გადაწყვეტილია რომ მოვიდეს მძიმე ტექნიკა ესტოს ტიპის და იმუშაოს აქ გაწმინდოს მდინარე არაგვის კალაპოტი, მთლიანად ამოიღოს ეს დაბლა არსებული მასა და გაკეთდეს ჯებირები. ხედავთ, ალბათ არ აქვს გაკეთებული და გაკეთდება ეს ალბათ 1-2-3 დღეში უკვე ეს სამუშაოები დაიწყება. საუბარი მიდის აქტიურად ამ მოსახლეების გადასახლებაზე, დაკმაყოფილდნენ სხვა ტერიტორიებით, რომ ამ ადამიანებმა უსაფრთხოდ შეძლონ სიცოცხლე. გეოლოგებისა და ამ თემაზე მომუშავე ორგანიზაციების დასკვნით ტერიტორია სტიქიური უბედურების ზონად არის გამოცხადებული და აქ ცხოვრება საშიშია. თვითონ პროცესი ასეთია, თავის დროზე მოხდა ტყეების გაჩეხვა, რამაც გამოიწვია ეროზიული პროცესები, ფაქტობრივად ეს არის მოძრავი მთა, რომელიც მანამდე გადმოადგილდება მდინარე არაგვის კალაპოტის მიმართულებით, ვიდრე ლომისის მთა, ვიდრე ეს თვითონ არ ამოწურავს აი ამ ღვარცოფულ მარაგს, ან ბოლომდე უნდა ჩამოვიდეს რაც ჩამოსაცვლელი, ეგ შეუძლებელია, ან ეს შეაჩერო, ან დაიცვა, ან რაღაც გაწმენდით სამუშაოები ჩაატარო, რითიც შემდგომში ამ პრობლემას მოაგვარებ. სტიქია ერთადერთი არ არის, რასაც ამ სოფელში ებრძვიან. ადგილობრივების კიდევ ერთი პრობლემა სიღარიბეა. თავის გადარჩენის ერთადერთი გზა კი სოფლის მეურნეობა. 8 კომლიან სოფელში ოჯახების უმეტესობა სოციალურად დაუცველია, თუმცა რამდენიმე თვეა ისინი სოციალურ დახმარებას ვეღარ იღებენ. მომიხსნეს დახმარება და განცხადება შევიტანე და არაფერი ის არ არის. პასუხი. შვილები მყავ დაავადებული საავადმყოფოში. გუშინაც 5 ლარი მივეიქნება, რომ 5 ლარი რაღაც იყო. სტიქის და იმების მერი აქ ქონდა რაღაც პატარა ბაღები და დატვირა და ნუ ესენია დარჩენილი ეხლა. ანუ ამით პატარა რაღაცა თავს ირჩენს ყველა ოჯახი და ესეთ პატარა ამბიდა.
ზაფხულში არაფერი არ არის. ანუ ზაფხულში ყველა უმუშევარია აბსოლუტურად. ანუ ზამთარშია რაღაც 3 თვე, ეგაც რაღაცა რომ ცოტა რაღაცით რომ დაკავდეს და იარსებოს ადამიანო რა, თავი შეირჩინოს პატარა რაღაცით. დამეწყრმლეთაში ცხოვრება დღითი დღე საშიში ხდება. ბუნების სტიქიასთან მარტო დარჩენილები კი ხელისუფლების დახმარების მოლოდინში არიან.